მარტვილის კანიონთან არიან ტაქსისტები, რომლებიც თავაზობენ ტურებს, ამ ტურისტებს არის რამდენიმე ლოკაცია 4-5, ნუ კანიონის დაკარგვამდე პლუს 1 ლოკაციაც იყო და ამ სერვისს თავაზობენ. ეს ხალხი კაღუს ჩანჩქერთან მიდიოდა დინარეზე გადასვლით, ან მაღალი გამოვლობის მანქანით დინარეზე გადასვლით და რაღაცნაირად ტურისტისთვის უფრო მომხიბვლელი იყო ის რაღაცა ექსტრემალური მომენტი და რადგან მერიას აქვს ეს ინტერესები და მერის მოადგილეს აქვს ინტერესები ამ კაღუს ჩანჩქერის ტერიტორიაზე, შარშან საგზაო ნიშანი გააკეთეს, რომ დინარეზე გადასვლა არ შეიძლება. დააკვირდნენ რეაქციებს, რომ აი ვინმე ხმას ამოიღებს თუ არ ამოიღებს. ეს დაშინებული ხალხი რა თქმა უნდა ხმას არ იღებს. ჩვენ როცა მათ ვეუბნებოდით ჯერ კიდევ 2 წლის წინ რომ ეს პრობლემა თქვენთან მოვა, თუ ახლა დღეს თქვენ ჩვენთან ერთად არ გაიღვიძებთ და არ დაიცავთ ბალდის კანიონს და ამით თქვენს მომავალს კაღუში, ამას რომ ვეუბნებოდით და არ დაგვიჯერეს. დღეს დადგა ეს რეალობა და ისევ ხმის ამომღები არავინ არ არის. შეიძლება გულში კი ფიქრობენ, რომ ხო ეს ხალხი ვინც კარავში არის, თურმე ჩვენს გვიცავდა, მაგრამ სინამდვილეში ხმას მაინც არ ამოიღებს. მე არ მაქვს ამისი მეთქი. მე ერთ მაქნას რომ ის ხალხი მიხვდეს, გაანალიზოს. ახლაც კი ეს შლაგბაუმი დადგეს და ჩათვალეთ, ანუ იმ ხალხთან, ვინც ეს რაღაცა კვების სფეროში არის, ნაკლები ადამიანი მიდის, ჯიპტურებს, ნაკლები შემოსავალი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის რაღაცა 100 მეტრიანი ექსტრემალური მომენტი დინარეზე გადასვლის, всё მოესპოც. ეს არის ის, რასაც ნელ-ნელა აპარებენ ხალხს წლების განმავლობაში და მარტვილის კანიონზე რაც იკითხეთ, ანუ ბალდის კანიონს მიენიჭა დაცულების სტატუსი 2013 წელს. რა თქმა უნდა, მაშინაც არ იყო სოფელი ინფორმირებული. ამას ახლა ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ თუნდაც სტატუსის მინიჭების პროცესშიც ჩვენ ჩართული უნდა ყოფილიყავით. მარტვილის კანიონის რაღაცა პოპულარიზაცია მოხდა ძალიან უცებ. არც ადგილობრივები, არც სახელმწიფო სტრუქტურები არ იყო მზად, რომ იმ რაოდენობის სტუმრები მიიღო მარტვილის კანიონს, რასაც იღებდა. შესაბამისად მოხდა იქ ტურიზმის ქაოსური განვითარება, რაც ბუნებასაც აზიანებდა, სერვისიც რა თქმა უნდა იყო, ხო, დახვეწილი არ იყო და მოხდა ესეთი რაღაც, მოვიდა სახელმწიფო და ამ ხალხს ეუბნება, რომ ეს კანიონი რაღაცნაირად ჩვენ უნდა მოვაქციოთ ჩარჩოებში. დაცული ტერიტორია არის, ადმინისტრაციას გავაკეთებთ, მაგრამ სახელმწიფოს არ ქონდა უფლება, რომ ეს ხალხი უგულებელიყო. იმიტომ რომ ისინი უკვე ფინანსურ შემოსავალს იღებდნენ იქიდან და არ აქვს უფლება, რომ ეს შემოსავლის წყარო დაუკარგოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ მისცეს ერთ შპს, რომელიც ნავების მომსახურებას უწევს ვიზიტორებს, რაც არის დაახლოებით 80 ოჯახის საკუთრება ეს შპს და ამას დასჯერდა ის მოსახლეობა. იღებენ კაპიკებს, როცა შეუძლიათ, რომ იმ სრული შემოსავლის რაღაც საკმაოდ მსუყე ნაწილი იყოს მათი. მაგრამ რა მოხდა ახლა მარტვილის კანიონის გამოცდილებით ბალდაში. როცა იქ დაინახეს, რომ თუ ადგილობრივი იქ თანხას შოულობს და რაღაცნაირ ფინანსებს სარგებელს ნახულობს, მაშინ სახელმწიფო იმდენად თავისუფლად ვერ გზნობს თავს და მოვიდნენ და ბალდაში აკრძალეს ნავიც გასეირნება, აკრძალეს იქ რაღაცა მაგიდების გაკეთება, როგორც კაღუში არის რა. არც იყო ამაზე დიდი მოთხოვნა მაინც და მაინც ადგილობრივების მხრიდან, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ჩასასვლელი არ არსებობდა და კერძო საკუთრებით სარგებლობდნენ. და ეს წინასწარ გაიმზადეს ბალდის კანიონი იმისთვის, რომ აქ ხალხი ფინანსურად არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული და უკვე შარშან წინ, როცა ჩვენ ამ პრობლემას საკმაოდ ისე მჭიდროდ შევეჩეხეთ და მერიაში ქონდა შეხვედრები მერიასთან და დაცულებთან. კითხვას გვისვამენდეთ. აი რომ იძახითო რომ ამ ადგილითო ჩვენ სარგებლობდითო, აბა მაჩვენეთო სადა ისო თქვენი ფინანსური სარგებელიო და მეთქი ანუ არის ორნაირი სარგებელი. ფინანსური არის ის, რაზეც თქვენ ხართ ორიენტირებული. ჩვენთვის ეს არის ბევრად სხვა რაღაცა, ეს არის სულიერება ჩვენი, ეს არის რაღაცნაირი ჩვენი პიროვნების ნაწილი, იდენტობა და თქვენ ამას ვერ აღიქვამთ რაღაცნაირად სარგებლობად, იმიტომ რომ მათთვის არის ცალსახა ეს სარგებლობა. თანხა, შემოსავალი და ასე შემდეგ რა. ხო, აი შეაფასონ ახლა მაგალითად პირადად ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ადგილს. რა გამოცდილება მომცა ბავშვებიდან. აქ თითოეული პატარა, რომელიც იზრდება რაღაცნაირად გადის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს. ამ ხეობაში, იმიტომ რომ იწყება ჭალაში, სადაც შედარებით პატარა წყალი არის და ნელ-ნელა ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ის სირთულეები, რომელიც უნდა გადალახოს და ეს იყო ბოლო წერტილი. დინარის სათავე არის ბევრად უფრო მაღლა, მაგრამ რადგან ჩვენი ლოკაცია აქ თავდებოდა, ჩვენ ამას ვეძახთ სათავეს. და ეს იყო სათავე ბავშვობისაც, ცხოვრებისაც და ყველაფრის საერთოდ. რაც კი შეიძლება აქ შეიგრძნო ამ სოფელში და ამას ართმევენ ხალხს. და მე გისვამენ კითხვას, რომ რა ფინანსური სარგებელი ქონდა.